დღეს ჩვენ ვისაუბრებთ არა ინდივიდუალურ, არამედ წყვილების თერაპიაზე. როდესაც წყვილი მოდის შენთან, ეს იმას ნიშნავს, რომ შანსი ჯერ კიდევ არის. შეხვედრამდელი ტკივილები აქვთ. ვითომ ხო გონია რომ დაივიწყა, მაგრამ როცა ბრაზდება და წამოაძახებს, არ ნიშნავს რომ დაივიწყა. ვერ გებულობენ, რატო ვეკითხები ამას ძალიან კონკრეტულად. რატო იჩხუბეთ, შენ რა უთხარი, მერე იმან რა გითხრა, რა ქვია ამ ტკივილებს. შეიძლება რომ სიყვარული იყოს იმის გარანტი, რომ გადარჩება ეს ურთიერთობა. თუ სიყვარული არ არის საკმარისი. აქ მნიშვნელოვანია ვისთვის გიყვარს. შენთვის გიყვარს, თუ მისთვის გიყვარს. წყვილი თუ არ წამოყვა შენ ვერაფერს ვერ იცავ. ჭკვიანი, განათლებული, მაინც ტოქსიკურ ურთიერთობაში აღმოჩნდება. ჩვენ არა ვართ ჩვენი ცოლების, ჩვენი ქრების, ჩვენი შეყვარებულების ფსიქოლოგები. ყველაფერს შეგვიძლია, სადაც ნეგატივი არსებობს, ტოქსიკური ურთიერთობები დავარქვა. აი მაგალითად ნარცისთან ტოქსიკური ურთიერთობა. ოქროს კოშკები უნდა მოვაწყო, სადაც ყველაფერი იდეალურია. ხანდახან ძალიან იდეალურია და ხანდახან პირიქით ძალიან განგრევს და აუტანელია. მოღალატე შეიძლება აღარ იყოს მოღალატე. კი, თუ ჩვენ აღმოვაჩენთ, რატო უღალატა მან. უბრალოდ ძალიან რთულია ღალატის პატიება. ფინანსური პრობლემებით მოსულა წყვილი. ფინანსური პრობლემები კი არ არის, ხოლმე შეუმდგარობის ამბავია. იმისათვის, რომ გენერლის ცოლი იყო, ლეიტენანტს უნდა გაყვაცულათ და დაეხმარო მას გახდეს გენერალი. ოღონდ რა თქმა უნდა, თუ გენერლის პოტენციალი აქვს. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. სანამ დღევანდელ ეპიზოდს დავიწყებთ, მინდა ტრადიციულად მოგმართოთ თხოვნით, თუ თქვენ ხართ ჩვენი ეპიზოდების ერთგული მაყურებელი, გთხოვთ შეამოწმოთ, ხართ თუ არა ჩვენი გამოწერი. თქვენი გამოწერა, თქვენი კომენტარი, ვიდეოს მოწონება ძალიან გვეხმარება, რომ არხი გაიზარდოს და უფრო განვითარდეს. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და დღეს წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს, ფსიქოთერაპევტ ზაზა ქოიავას, ვისთან ერთადაც მე მგონი ბევრისთვის საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ამ ბოლო დროს ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა ფსიქოთერაპიამ, ინდივიდუალურმა ფსიქოთერაპიამ, რაც თუნდაც 10 წლის წინ, ან 5 წლის წინაც ასე არ იყო. მაგრამ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ არა ინდივიდუალურ, არამედ წყვილების თერაპიაზე, რომელსაც ხშირად არ მიმართავენ. არა და როდესაც წყვილი მიმართავს ფსიქოთერაპევტს, ანუ პროფესიონალს, ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევები, რომ რამდენიმე თვის და წლების პრობლემაც კი მოგვარებულა სულ რამდენიმე სესიაში და ოჯახის დანგრევის პირას მყოფი წყვილისთვისაც კი ეს ახალი სიცოცხლის შემძენი ყოფილა. ხშირად ჩვენს ქვეყანაში ხდება ისე, რომ ფსიქოთერაპევტის როლს ითავსებს ოჯახის წევრი ან მეგობარი, მაგრამ არ ითვალისწინებენ იმას, რომ ეს მეგობარი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც არ აქვს პრობლემები, თავისი პირადი პრობლემები დამუშავებული, ან უჭირს მიუკერძოებლობა. რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევებიც, რომ ნამდვილად შვებასავით მოვლენილა ასეთი ადამიანი წყვილის ცხოვრებაში, მაგრამ თერაპევტის საკითხი სულ სხვა არის და სწორედ ამ თემას გავშლით დღევანდელ ეპიზოდში. ზაზა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მზად ხარ, რომ ამ საჭირბოროტო და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბროთ, რამაც შეიძლება ბევრის ცოტა გაღიზიანებაც გამოიწვიოს. კი ბატონო, მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისათვის. რა თქმა უნდა, მზად ვარ, მე ყოველთვის მზად ვარ ამ თემებზე და არა მარტო ამ თემებზე საუბრისთვის. თუ კი ვინმეს რაიმეში მიეხმარება, თუნდაც ცოტათი მაინც ჩემი ლაპარაკი და ჩვენი ზოგადად ეთერი იქნება ძალიან კარგი და ვიქნები ძალიან მოხარული. ვეცდები რომ მაქსიმალურად სწორად და კარგად ავხსნა ყველაფერი იმისათვის რომ რაღაცა ინტერპრეტაციის ან არასწორად გაგების საშუალება არ იყოს რა და ზუსტად მივიდეს შენი სათქმელი ადრესატები. დავიწყოთ განმარტებით. შეიძლება ბევრისთვის წყვილების ფსიქოთერაპია და თერაპევტთან მისვლა ამ პრობლემით იყოს წარმოუდგენელი და ხშირად ქართველები ამბობენ, რომ აი რა უნდა მასწავლოს ახლა, როგორ უნდა დამეხმაროს თერაპევტი. და მოდი გითხარი, აი როგორ შეიძლება დაეხმაროს თერაპევტი წყვილს? იცით, ჩვენ არაფერს არ ვასწავლით. ყოველ შემთხვევაში მე და ვისურვებდი, რომ არც ერთ სხვა ფსიქოთერაპევტს არაფერი არ ესწავლებინა. მაგალითად, არ ესწავლებინა ჭკუა, არ ესწავლებინა ქცევა და მაქსიმუმ რეკომენდაციით შემოფარგლულიყო. უბრალოდ აქაც რეკომენდაციებში და ძალიან ფრთხილად უნდა იყო და ჯობია კითხვა-პასუხის რეჟიმით რაღაცები ერთობლივად იქნას გადაწყვეტილი და არა დავშვათ იმის გამო რომ აი ფსიქოლოგმა ასე მითხრა, ფსიქოლოგმა მითხრა შეერიგდით, ფსიქოლოგმა მითხრა დაშორდით და ასე შემდეგ. არა. ანუ
იცი ხშირად მოსამართლის სტატუსაც განიჭებენ, ამით მინდა დავიწყო, ხა მე მახსენდება ახლებს ცხადია არა, მაგრამ რაღაც ხანდაზმული ვადა, რასაც აქ იმაზე ორიოდე სიტყვა იქაც და არა მთლიანად შემიძლია თქვა რაღაცები. ხშირად გარკვეული ტიპის მოსამართლის სტატუსს განიჭებენ, რომ უნდა გადაწყვიტო რაღაც კამათში და ჩხუბში ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი. არ ვაპირებ ამის გაკეთებას. ხშირად ამბობენ, რომ აი თქვენ გადაწყვიტეთ, აბა უნდა დავშორდეთ თუ უნდა ვიყოთ. არც ამის გაკეთებას არ ვაპირებ. ხვდებით, აქ უბრალოდ საუბარი იმაზეა, რა თქმა უნდა მე ჩემი მოსაზრება მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენად არის ამისი შანსი, ამ ურთიერთობის გადარჩენის შანსი. მაგრამ როდესაც წყვილი მოდის შენთან, ჯდება და გასარკვევად მოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ შანსი ჯერ კიდევ არის. ხვდებით, ანუ როდესაც მოდიან, ესე იგი გრძნობები ჯერ კიდევ არის, რომელიც შეიძლება უბრალოდ ცოტათი გვერდზე გაწეული იყოს ტოქსიკური ურთიერთობისგან, ან ჩხუბისგან, ან ნეგატივისგან. გრძნობები ჯერ კიდევ არის, სანამ მათში კითხვის ნიშნები არის, რომ ნეტა ჩვენ ერთად ვიქნებით თუ არა, ესე იგი ამ კითხვის ნიშნებს სურვილებიც აჩენს, რომ მათ ერთად ყოფნა უნდათ. ხვდებით, შესაბამისად შანსი ყოველთვის არის ამის. უბრალოდ აქ მე იწყებ გარკვეული ტიპის პოზიტიური წერტილების აღმოჩენას. საერთოდაც წყვილებს სამი ძირითადი პრობლემა აქვთ ხოლმე. როგორც წესი და მოდი აი ამ სამ ძირითად პრობლემას მივყვეთ. პირველი არის ღირებულებითი აცდენა. თუმცა თუ ძალიან შორს და სხვადასხვა ნახევარსფეროში არ არიან, ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადი. ანუ ვიღაცა სხვა ხედვა აქვს, ვიღაცა სხვა ხედვა აქვს. პოლიტიკური შეხედულებების გამოც უჩხუბიათ, ხო? მე ვთვლი, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო მათ არ უნდა იჩხუბო. იმიტომ რომ პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან და ჩვენ ვჩებით. შემდეგ მეორე არის რომ მათ იმდენად ბევრი ტკივილი აქვთ უკვე ამ ურთიერთობებში, კონფლიქტურ სიტუაციებში ერთმანეთისთვის მიყენებული, იმდენად ბევრი დისკომფორტები აქვთ ერთმანეთისთვის მიყენებული, რომ ამისი მონელება უკვე შეუძლებელია და ფსიქოლოგი ერევა აი ამ ყველაფრის განეიტრალებაში. მოგეხსენებათ, ტვინის საკმაოდ პლასტიკურია, ნეიროპლასტიკა უზრუნველყოფს იმას, ოღონდ სწორი მუშაობის შედეგად უზრუნველყოფს იმას, რომ გარკვეული ნეგატიურ მოვლენასთან მიმართებაში შენ ნეგატიური ემოციები აღარ გქონდეს და გაწყვიტო ამ კონკრეტულ ამბებთან ნეგატიური ემოციური კავშირი. ძირითადად იმ დროს, როცა ისინი ერთად არიან უკვე, ამას გულისხმობ. ანუ მეორე არის, როდესაც ერთმანეთის მიმართ ზიანი აქვთ მიყენებული ამ ურთიერთობების დროს. და მე რაღაც ჩხუბებში ამას წამოაძახებენ ხოლმე, მაგალითად. ხო, ვითომ ხო გონია რომ დაივიწყა, მაგრამ როცა ბრაზდება და წამოაძახებს, არ ნიშნავს რომ დაივიწყა. ხო, ხშირად არის ხომ რომ არ გამაბრაზო და არ გეტყვი და ანუ რა კი როცა გაბრაზებს ის გახსენდება უკვე ნიშნავს იმას, რომ ის ტკივილიანი ამბავი ჯერ კიდევ ტვინის იმ უბანში დევს, რომელიც ასევე ბრაზზეც არის ორიენტირებული. ხო, იქიდან დაამოვიდეს და სხვაგან უნდა წავიდეს, მოკლედ ეს ცალკე თემა, მე აი ეს ცალკე ავხსნათ და გავშალოთ სხვა დროს. ხოლო მესამე პრობლემა, რომელსაც სამწუხაროდ ყველაზე ხშირად ვაწყდებით ხოლმე, არის ის, რომ მათ შეხვედრამდელი ტკივილები აქვთ. ანუ მანამ სანამ ისინი ერთმანეთს შეხვდებოდნენ. არ ვიცი, ოჯახში, სკოლაში, სხვა მანამდელ ურთიერთობებში, ქუჩაში, სამეგობროში ძალიან ბევრგან რაღაცა გარკვეული ტიპის პრობლემები აქვთ და ეს პრობლემები არსად არ ქრება და რაღაც ქცევაში გადადის შემდგომ, რომელიც საერთოდ არ არის ნამდვილი. ანუ NLP-ში გვაქვს გამონათქვამი, მე მოგეხსენებათ NLP ფსიქოლოგი ვარ, NLP-ში გვაქვს გამონათქვამი, რომ ქცევას ან ფიქრს, რომელსაც წინ უძღვის ნეგატიური ამბავი, ის არ არის ნამდვილი. ანუ რომ არ ყოფილიყო ის ნეგატიური ამბავი, ეს ქცევა ან ფიქრი თუ არ იქნებოდა, ესე იგი ეს ქცევა ან ფიქრი არ არის ნამდვილი. და რაღაცამ გამოიწვია. ხო, არის წარსულის სიცარიელები, ან მოკლედ ბევრი პატერნები, რომელიც მას ბავშვობიდან ჩაუждდა ურთიერთობების ნაწილში, სხვადასხვა ტიპის ურთიერთობების ნახვისას თუ ნახარო დავუშვათ რაღაც ბევრი კონფლიქტური, მოკლედ ძალიან ბევრი რამეა, რომელზედაც შეიძლება მსჯელობა და ამიტომ ხდება ხოლმე მე რომ წყვილების თერაპევტი ინდივიდუალურ თერაპევტად გადაიქცევა, ასე ვთქვათ,
ინდივიდუალურად მუშაობს თითოეულ მათგანთან, თუ მესამე ვარიანტია. მეორე ვარიანტის შემთხვევაშიც პრინციპში, ანუ როდესაც ერთმანეთისთვის ტკივილები აქვთ მიყენებული, ერთობლივად ვერ მოხსნი ამ ტკივილებს რა და ამიტომ ხდება ისე, რომ მე წყვილებს ყოფ, ოღონდ პირობარი რომ აღარ უნდა იჩხუბონ სანამ დადიან. წყვილებს ყოფ და ისინი უკვე ცალ-ცალკე დადიან შენთან და მუშაობ ან ურთიერთობის ან ორივესთან ერთად, ან ურთიერთობის დროს მიყენებულ ტკივილზე, ან შეხვედრამდელ ტკივილებზე, ან ორივეზე ერთად. იმისათვის რომ ის კითხვის ნიშნები, რომ თავში დავიწყე, ის კითხვის ნიშნები იქნას პასუხგაცემული, ვინდა თუ არა საერთოდ ერთად, ან შევეფერებით თუ არა ერთმანეთს თუ რაღაც ამდაგვარი არ ვიცი, შევეფერებით არ ვიცი რა არის ისედაც, იმიტომ რომ შენ შეგიძლია, როდესაც სიყვარული არსებობს, საკუთარ თავზე ისე მუშაობა შეგიძლია, რომ რა შევეფერებოდე, მოდი ესე ვთქვა. ხდებით და იმ კითხვის ნიშნებზე პასუხი გაიცემა, როდესაც ის მთლიანად გაიწმინდება თავისი წარსულის დისკომფორტებისგან. ამ წარსულის დისკომფორტებზე მინდა რომ უფრო ღრმად ვისაუბროთ. ანუ შენ რას გულისხმობ, როდესაც ადამიანს აქვს რაღაცა ის ქცევითი პატერნები, რაც შენ ახსენე, აი თქვა წარსული გამოცდილებიდან რაც მოყვება. აი თქვა მისმა პარტნიორმა იგივე პატერნი გაიმეორა, რამაც მას ვიღაცისგან წარსულში ძალიან დიდი ზიანი ჰქონდა მიყენებული. ანუ ეს პარტნიორი თავის პარტნიორს აიგივებს იმ წარსულ გამოცდილებასთან და რახან იმ წარსული გამოცდილებიდან ადამიანზე აქვს ცუდი დამოკიდებულება, ეს დამოკიდებულება გადადის მერე პარტნიორზე? ეხლა შენ ისეთი შეკითხვა დასვი, რომ 1 საათი მჭირდება მაგის ასახსნელად. მაგრამ ვეცდები ძალიან მოკლედ თქვა. მოკლედ, ტკივილიანი ნაწილები ჩვენი ტვინის რაციონალურ უბანში არ ჩადის. ჩადის ჩვენი ტვინის თავდაცვით შფოთვით უბანში, რომელიც მეტად პრიმიტიულია და ნაკლებად ინტელექტუალურია. შესაბამისად, ტვინის ეს უბანი რეპტილურ ტვინს, რასაც ვეძახით. ტვინის ეს უბანი ვერ ამჩნევს, დროსა და სივრცეში არეულია და ერთსა და მეორეს შორის განსხვავებას ვერ ამჩნევს. ამიტომ ძალიან ხშირად ეგრეთ წოდებულ ტრიგერს, რასაც ვეძახით სინამდვილეში გარეგანი გამაღიზიანებელი ქვია ჩვენს ენას. გარეგანი გამაღიზიანებელი ხდება ხო ის ინახავს, აი ეს რეპტილური ტვინი ამ ტკივილებს ინახავს და გარეგანი გამაღიზიანებლის შემთხვევაში ამას უბიძგებს, ამ სუბიექტს უბიძგებს თავდაცვითი რეაქციისკენ. ოღონდ ის ვერ ამჩნევს განსხვავებას, ანუ მაგალითისთვის რო ვთქვათ, ეხა ბოლომდე სწორად რო გავიგოთ. რაღაცა სიტყვას მამა ხმარობდა ჩვენს ალანძღავად. მაგალითად. და აი ყვირილის დამცირების პროცესში ხმარობდა ამ სიტყვას და ეს სიტყვა კი არ არის ჩვენთვის. არამედ არის დამცირების მექანიზმი, მოლოდინის გაცვლების გამოუხატავი ბრაზის, ხო შეიძლება ვერ უთხრა ვერაფერი, გამოუხატავი ბრაზის დაუმსახურებელი წყენის მექანიზმი არის. და რაღაცაზე პარტნიორმა დაახლოებით ამ სიტყვით მოგმართან, გაგეხუმრა, ან რაღაც სრულად უწყინარ სიტუაციაში ახსენ. წამიერად შეიძლება აფეთქდა. იმიტომ რომ ის ტკივილი, რომელიც ჯერ კიდევ გადაუმუშავებელია და მოუშუშებელია, ამ რეპტილურ ტვინში როცა დევს, ის ვერ ამჩნევს განსხვავებას გუშინდელობასა და დღევანდელობას შორის. და ვერ არის ადამიანური ობიექტური ადამიანი. არის თავდაცვითი მექანიზმი, არის ანუ ეგრევე კარნახობს ის, რომ რეაქცია მიეცი. მაგალითად ეხლა ცოტა გვერდზე გადავხო, მაგრამ როდესაც ჩვენს მსმენელი მაყურებელი თუ ოდესმე ისეთი რამე გაუკეთებია ნეგატიური სტიმულისას, რომელიც შემდგომ უნანია, ეს რას ნიშნავს? იცით, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება მიუღია ტვინის აი ამ პრიმიტიულ რეპტილურ ტვინს, ამიგდალასთან და კიდე ბევრ ემოციურ ნაწილთან ერთად ტვინისა, და როდესაც ეს დაწნებულა, საქმეში ინტელექტუალური ნაწილი ჩართულა, ინტელექტუალურ ნაწილს გაუაზრებია, რომ მან სისულელე გააკეთა და აქედან მოდის სინანული. ანუ ტვინის ამ უბანს ჩვენთვის ძალიან ბევრი კარგისიც და ცუდის რაღაცების გაკეთებაც შეუძლია. მაგრამ ერთი რამ ფაქტია. წარსულის ტკივილები მასში არ უნდა იყოს. სანამ მასში წარსულის ტკივილებია, ადამიანების ქცევები ძალიან ხშირად არ არის ხოლმე ნამდვილი. და აი ამის განეიტრალებას ემსახურება უკვე ინდივიდუალურად თერაპია იმისათვის, რომ ხო, სესია ინდივიდუალური, იმიტომ რომ მას იმაზე რაზედაც ზოგადად რეაქცია არ უნდა კონდეს და არ ეკნებოდა. ხო, ეს ნაწილი ჩაიხსნას. იმისათვის, რომ მათ ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა შეეძლო. ესე იგი, წყვილი თავდაპირველად შენთან მოდის
ორივე მოდიან პირველ სესიაზე. თერაპევტი არ ყვევს რა პრობლემა აქვს და მე შეიძლება აღმოჩნდეს საჭირო ინდივიდუალური თერაპია. მე თუ აღმოჩნდება ინდივიდუალური, ოღონდ ზუსტად უნდა იცოდეს მან რას აკეთებ. მის ენაზე უნდა ახსნას. მე მეორე შეხვედრაზე შეიძლება დავიბარო და იქ უკვე ავუხსნა როგორ მუშაობ რა პრინციპით, რა ქვია ამ ტკივილებს, რატო იჩხოს, ანუ ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ვერ გებულობენ, რატო ვეკითხები ამას ძალიან კონკრეტულად. ანუ გუშინ ვიჩხუბეთ რაღაცაზე. ანუ რა რაღაცაზე ვიჩხუბეთ? რატო იჩხუბეთ? შენ რა უთხარი? მე იმან რა გითხრა? ამას რო ეუბნებოდი რა გაგახსენდა? იმან რომ ეს გითხრა, მე რა გაგახსენდა? ხვდებით, ესენი აბსოლუტურად ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მე მე ვქსოვ ამ სურათს, ამით. და ჩემი კონკრეტული ვერსიები მაქვს ამასთან დაკავშირებით. თან ბევრი. და მე ეს ვერსიები ხო უნდა დაიწუროს კითხვა-პასუხის რეჟიმში. ამიტომ შემდეგ შეიძლება კიდე ერთხელ დავიბარო და ავუხსნა რა მეთოდებით მუშაობ, რას ნიშნავს ტკივილები, ღუზები, რას იძლევა ეს ყველაფერი და შემდეგ ამით ძალიან ხშირად თვალი ეხილებათ ხოლმე. და ხდებიან რის გამო ნაწილობრივ ყოველ შემთხვევაში თუ ვერ ხვდებიან კითხვებსო. და როდესაც ისინი ამას ხვდებიან და ზუსტად იციან უკვე როგორ მუშაობ, შემდეგ უკვე ინდივიდუალურად და წყვილი თუ არ წამოყვა შენ ვერაფერს ვერ იზამ. მე სინამდვილეში მეუბნები ხოლმე რომ ნავი თქვენ ხართ, მე უბრალოდ ქარი ვარ. ეხდი ან რა ვიცი, რაც გინდათ და არ ქვით. ისინი უნდა წამოყვნენ და თუ ისინი წამოყნებიან, მაშინ არ არსებობს პრობლემა, რომელიც დაუძლეველი დარჩება რა. შეიძლება რომ წყვილს, ვისაც უყვარს ერთმანეთი, აი ამ სიყვარულმა ეს სიყვარული იყოს იმის გარანტი, რომ გადარჩება ეს ურთიერთობა. თუ სიყვარული არ არის საკმარისი. სიყვარული არ არის საკმარისი, თუმცა იმდენად ძლავრი რამეა, რომ თუ ამას გააძლიერებ და ამავე დროს გამოყვებავ და პლუს ამას ნელ-ნელა მოაშორებ იმ დარტყმებს, რომელიც აი იმ სიყვარულს აზიანებს, საწყისი ეს არის. გარანტია არ არის, მაგრამ აუცილებელი წინაპირობა, როგორც ნობები დარჩენილი იყოს იმისათვის, რომ შემდგომ ეს ხო, რა თქმა უნდა, სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ოღონდ აქაც ეხლაც შეიძლება რაღაცა რეაქცია მოყვეს ამ ყველაფერს. აქ მნიშვნელოვანია ვისთვის გიყვარს. შენთვის გიყვარს, თუ მისთვის გიყვარს. ეხლა ეს რას ნიშნავს? ანუ რამდენად არის დაცლილი ეგოიზმისგან ეს ურთიერთობა. მე მიყვარს იმისთვის, რომ მე ვიყო კარგად, მე ვაკეთებ ამ ურთიერთობაში ყველაფერს იმისათვის, რომ მე ვიყო კარგად, თუ მე ვაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ის იყოს კარგად. როდესაც მე მიყვარს მისთვის და მას ვუყვარ ვარ ჩემთვის, ამ შემთხვევაში ჰარმონიამდე ცოტა აკლია, შეიძლება იდეალური ურთიერთობები არ არსებობს და კამათები და ასე შემდეგ ყველგან არის, მაგრამ ჰარმონიასთან ძალიან მიახლოებული ურთიერთობა იწყება ხოლმე. ხო, როდესაც არის ეგოისტური ნაწილი, აი მაგალითად ხშირად უკითხავ, რა არის ჩემთვის იდეალური ურთიერთობა, რას არქმევთ ფსიქოლოგები იდეალურთან მიახლოებულ ურთიერთობას. ერთი ამას როდესაც მისთვის გიყვარს და ოღონდ მასაც ხო როცა შენ მისთვის გიყვარს და მას თავისთვის უყვარ ხარ აქ წაგება მოგება ანუ მე სულ წაგებული ვარ ის სულ მოგებულია და ეს არასწორია და პირიქით ეს ერთი რომ შენ გიყვარს მისთვის და მას უყვარ ხარ შენთვის მუდმივად მუშაობთ ამ ურთიერთობაზე ლაპარაკობთ ყვებავთ არ ტოვებთ პრობლემებს განუხილვას ამას ჩხუბის კომპონენტით კი არ აკეთებთ არამედ მართლა არ ტოვებთ ფიქრობთ რასაც პარტნიორი გეუბნება ხანდახან მის ტყავში ძრებით და შესაბამისად ხვდებით რას განიცდის როგორ აყენებს ზიანს რაღაციდან გამომდინარე ან და შემდგომ სანაცვლოდ ისიც ზუსტად იგივეს აკეთებს ხო ძალიან ბევრი არის ასეთი მოუგვარებელი კონფლიქტები ასე ვთქვათ რა ანუ იჩხუბებენ გაჩერე შევრიგდით და ამ თემას აღარ დაუბრუნდით რა თქმა უნდა აღარ დაუბრუნდით ოღონდ დაუბრუნდებით შემდეგი ჩხუბისას აუცილებლად წამოაწახებთ ხო შემდეგ რა არის კიდევ იდეალურობასთან მიახლოებული ურთიერთობის კომპონენტები სადაც სიტყვა დათმობა ძალიან იშვიათად იხმარება საერთოდ არ გამოიყენება თქო არ ვიტყვი მაგრამ სიტყვა დათმობა ურთიერთ დამოკიდებულების ხარისხია და არა კომპრომისები. ხშირად. ანუ კი არ უნდა დავთმო. ანუ თუ დავთმე, ეს იმას ნიშნავს, რომ არ მინდოდა რომ გამიკეთებინა. უბრალოდ მაინც გავაკეთე ძალით. და მე ვთვლი რომ პირიქით, როდესაც თუნდაც რაღაცა სისულელეს გთხოვს და
უკეთებ რა ამას მაინც, იმიტომ რომ რაღაცა სიამოვნებას ანიჭებ ამით. ეს შენ თვითონ უნდა გინდოდეს და ეს შენ უნდა გსიამოვნებდეს. ეს არ უნდა იყოს დათმობა. ხო, ეს არ უნდა იყოს დათმობა. ეს არის მაგ შემთხვევაში იდეალურობამდე მისული ურთიერთობები. მე შემდეგი კითხვა არის ხოლმე რომ ეს მართლა ხდება, შესაძლებელია? კი, ოღონდ იშვიათ შემთხვევებში, იმიტომ რომ ადამიანები საკუთარ თავზე, საკუთარ ეგოზე, საკუთარ ტკივილებზე, საკუთარ ემოციური ინტელექტის ამაღლებაზე არ მუშაობენ. და ამავე დროს ითხოვენ ხოლმე რაღაცებს, რომელსაც უკან არ აბრუნებენ. ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობებში მეგობრებთან, რაღაც თანამშრომლებთან სამსახურში ვთქვათ, რომ კი ბატონო, ჩვენ უფრო მეც გავცემთ, ვიდრე იმისგან ვიღებთ, მაგრამ არსებობს თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები, ალბათ 1-2 ძალიან ახლო მეგობარი და ურთიერთობა, პირადი ურთიერთობა, სადაც ზუსტად იგივე გინდა. რასაც გას, როგორც მინიმუმ. მე ხვდი ეს ხო სოციალური ფსიქოლოგია ამბობს, რომ ჩვენ ამის გარეშე არ შეგვიძლია. და ძალიან ხშირია, და არსებობს ფსიქოლოგიური დანახარჯები და ფსიქოლოგიური ჯილდოები. როდესაც დანახარჯი მეტია ვიდრე ჯილდო, მაგ შემთხვევაში უკვე ტოქსიკურ ურთიერთობაში გადადის ეს ყველაფერი. მინიმუმ 50-50-ზე უნდა იყოს იმისათვის, რომ დააბალანსოს და თუ უფრო მეტი იქნება ჯილდო ვიდრე დანახარჯი, მაგაზე უკვე აღარ დავობთ, ხო? და აი ტოქსიკური ურთიერთობა რა ახსენე. რატომ ემართება ადამიანს, რომელიც არის ჭკვიანი, განათლებული, ემოციურად ღია და მოწიფული, ასე რა ვთქვათ. რატომ ემართება, რომ მაინც ტოქსიკურ ურთიერთობაში აღმოჩნდება ხოლმე? აი ასეთ ადამიანს რატო ემართება ეს? ესე იგი ბოლომდე მთლად ყველა პრობლემა შეიძლება მოგვარებული ვერ კონდეს. ან რაღაცა ისეთი მზრუნველობის საკითხში შევიდეს ურთიერთობაში ადამიანთან. ჩვენ არა ვართ ჩვენი ცოლების, ჩვენი ქმრების, ჩვენი შეყვარებულების, ჩვენი გერლფრენდების და ჩვენი ბოიფრენდების ფსიქოლოგები. ვერა ვართ ხალხო, ეს დაივიწყეთ. არ ხდება ასე. რაც არ უნდა ესეთი ძლიერი, ან ბევრი კონდეს საკითხული, ან კარგი ფსიქოლოგი იყო, ან რაღაც ამ დაგვარი ტიპის განათლება კონდეს მიღებული. იქ ხარ მეგობარი, ცოლი, ქმარი, გერლფრენდი, ბოიფრენდი, რაც გინდა, მაგრამ არა ფსიქოლოგი. კი ბატონო. ვიცი რა არ იღებს. პლუს ამას ახლა ფსიქოლოგი ცოტათი ოდნავ უფრო რაღაცა სხვა მეტი მაღალი ავტორიტეტის არის, რაღაცა მეტი და აქ თანასწორია ეს ურთიერთობა. როდესაც უბრალოდ აი ფსიქოლოგობა ბჭყალებში იმ ნაწილში არის მნიშვნელოვანი, სადაც ემპათია ვახსენე წეღან, მის ტყავში შეძრომა ვახსენე, რაღაცა კონფლიქტის გარჩევა, საიდან მომდინარეობს, ლაპარაკი არის წამალი. ასე დროს კი ბატონო იყავით ერთმანეთის ფსიქოლოგები, ბჭყალებში ფსიქოლოგები, ოღონდ ერთმანეთის და არა ერთი მეორესი ან მეორე პირველის. და ხალხმრივად არ გამოვა. ხო, ეხლა რაც შეეხება ტოქსიკურ ურთიერთობას, საერთოდაც ამის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს. ყველაფერს შეგვიძლია, სადაც ნეგატივი არსებობს, ტოქსიკური ურთიერთობები დავარქვათ, ხო? ერთი მხარე მეორე მხარე შეიძლება ორივე ტოქსიკური იყოს. აი მაგალითად ნარცისთან ტოქსიკური ურთიერთობა. ხო, ეს ძალიან საინტერესოა. რა ვიცი, ხო, პირველი ეს გამახსენდა, შემიძლია სხვასთან თქვა, მანიპულატორთან ტოქსიკური ურთიერთობა, თუმცა ნარცისი ამავე დროს მანიპულატორიცაა. მოდი ნარცისზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩემს პოდკასტში ნარცისზე ჯერ არ გვისაუბრია და საინტერესო იქნება ამ თემაზე. ხო, აქაც მოკლედ ვიტყვი ხა ბევრს ერებს, მაგრამ ნუ ნარცისიზმს შეგვიძლია ჩვენ მერე თალკე მიუძღვნათ ეს ყველა. ნარცის თავად ნარცისული პიროვნული აშლილობა აქვს, რომელიც ძალიან ბევრი სხვადასხვა რა იწვევს ნარცისიზმს რომ მკითხო, 1-20 ვერსია შემიძლია ჩამოვთვალო რა, ხო? აბსოლუტურად სხვადასხვა და ფსიქოლოგიაში 2+2 4 ძალიან იშვიათად არის ხოლმე ამავე დროს. და აი იმას ესჭირდა და შენც ეს გეჭირება არ არის. იმიტომ რომ შეიძლება მე და კიდე 3 ადამიანს ზუსტად ერთი და იგივე სიმპტომი გქონდეს სხვადასხვა მოვლენიდან გამომდინარე, ან ზუსტად ერთი და იგივე მოვლენა გქონდეს და ვიღაცისთვის ეს პირიქით мотиваციის მიმცემი იყოს და ვიღაცისთვის არაფერი და ვიღაცისთვის დაბალი თვითშეფასების მიმცემი. ამიტომ ამას ასე ვერ ვიტყვით. მაგრამ ნუ ალბათ ძირითადად ბავშვობა, მოზარდობის პერიოდის ტრამები, რაღაც შინაგანი სიცარიელები, ტკივილები, გამოხატავი ბრაზი, წყენა, დაბალი თვითშეფასება, ძალიან ბევრი რამეა, რომელსაც მე ესენი ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური სიმპტომი ამას დაავადებას ცხადე არ ვეძახი, ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური სიმპტომი არის ხოლმე თავდაცვის მექანიზმი, რომელიც დასაწყისშივე ვახსენე, როდესაც აი რეპტილურ ტვინზე ვლაპარაკობთ. უბრალოდ ის პრიმიტიულია და უცნაურია და უცნაურ ქცევებს გაძლევს. ნარცისიზმიც ეგეთი.
და თავად უკვე ნარცისი ძალიან მეთოდურად იწყებს ნაბიჯების გადადგმას. პირველი ეტაპი არის დაზვერვა. ანუ დაზვერვა მდგომარეობს იმაში, რომ ივარგებ თუ არა მსხვერპლად. ეს ძალიან უხეშად ვიტყვი. ივარგებ თუ არა მსხვერპლად. ანუ, როდესაც მე ვიღაცას ვხვდები, ვიღაც ადამიანს, სუბიექტს, ჩემი არაცნობიერი ჯერ მის არაცნობიერს უკავშირდება და ჩემი არაცნობიერი აკეთებს დასნებს იმასთან დაკავშირებით, ივარგებს თუ ბოდის ვიხდი ახლა, მაგრამ ესე უნდა ვთქვა, ივარგებს თუ არა მსხვერპლად, გამოდგება თუ არა მსხვერპლად. შეიძლება თუ არა ის მსხვერპლი იყოს. ანუ რამდენად მოწყვლადია, რამდენად სიცარიელი აქვს, რამდენად დამოკიდებულია ურთიერთობებზე, რამდენად ეძებს ის ახალ ურთიერთობებს და ასე შემდეგ. ის კიდე ცალკე საკითხია ისტორიულად ახალ ურთიერთობებს რო ეძებ და თვეში ერთხელ პარტნიორს ეძებს, ეს ცალკე მიმართულება, ამაზე მკითხე და მაგაზედაც გიპასუხებთ. და დავადგინე. ვთქვით, აი მაგ დადგენაში უკვე პრობლემაა მისი სუბიექტის, რომელიც დადგინდა რომ მსხვერპლია. ანუ ჩვენ პიროვნული განვითარების მიმართულებით იმიტომ უნდა წავიდეთ, რომ მონადირე რომელიც გამოდის და ეს რაღაც სკანირებას რო აკეთებს მისი არაცნობიერი, იმ ბადეში, იმ სამიზნეში ჩვენ არ მოვხვდეთ. ვერც კი შემოგვბედოს ეს იმ დონეზე განვითარებულები უნდა ვიყოთ რა, ოღონდ ამ პარტანულად და თავმომწონებით კი არა, მართლა შინაგანად შემდგარები, ძლიერები, ჰოლისტურები, სხვერპლები რო არ ვიყოთ. ხო, სხვერპლები რო არ ვიყოთ. მოკლედ დავადგინე, რომ მსხვერპლია, მე ჩემ თავზე ვილაპარაკებ რა, ჯვარი მწერია, მაგრამ მაინც. პირველ პირში. დავადგინე, რომ კი ბატონო, დავადგინე, რომ მსხვერპლია და უკვე ვიწყებ ურთიერთობას და მეორე საფეხური არის მისი მაქსიმალური გამოკითხვა. რას გულისხმობ? ვინ არის, რას წარმოადგენს, რა მოსწონს, რა ღირებულებები აქვს. ანუ აი ფსიქოთერაპევტი თავიდან რასაც აკეთებს. ოღონდ ეთიკის ფარგლებს გარეთ. ანუ ფსიქოანალიზი ეთიკის გარეშე. ანუ მე ამას იმიტომ კი არ ვეკითხები, რომ რაღაცა პრობლემა მოუგვარო, ან რაც უხარია ის გავუკეთო. არამედ იმიტომ, რომ მისი სუსტი წერტილები ვიპოვო, აღმოვაჩინო, რომ საჭიროების შემთხვევაში დავარტყო. მეორე შესწავლა. მესამე არის საოცრად იდეალური, ოღონდ ეს საოცრად იდეალური ჭყალებშია და რატო არის ჭყალებში მაგას ვიტყვი. მესამე არის საოცრად იდეალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომ მე შენი უსიტყვოდ მესმის, რომ მე მისი რაღაცა აი ყველაფერს უსურვებ, იდეალურია, სულ ერთად ვართ. ყველგან ერთად ვართ, ყველაფერში ვეთანხმებით ერთმანეთს, ყველაფერი ერთნაირი მოგწონს და ეს მე მჭირდება, აი ეს მესამე საფეხური მჭირდება იმისთვის, რომ ის როდესაც იგრძნობს, რომ უკვე მახეში გაება, აი ამ მესამე საფეხურის გამო ვერ მიმატოვოს. ხშირია ხოლმე შეკითხვა, რომ რატო ვერ მიდიან ნარცისები, თუ ხვდებიან, რომ ნარცისია, თუ ხვდებიან, რომ პრობლემურ ურთიერთობაში შედის, რატო ვერ ტოვებს? აი ამ მესამის გამო ვერ ტოვებს, იმიტომ რომ აქ მე იდეალური ოქროს კოშკები უნდა მოვაწყო, სადაც ყველაფერი იდეალურია. და ოღონდ სიამოვნებაში არ არის იდეალური, იმიტომ რომ იზოლაციაში იწყებს ის ადამიანი, ვისთანაც მე ურთიერთობა დავიწყე, მე ხო ნარცისი ვარ და იმასთან ურთიერთობაში ის იწყებს იზოლაციას. რა ვიცი, ნელ-ნელა ჩამოშორება მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ვიღაცებს, ვიღაცა ღმერთმა არქნას ვინმე მეჭვი გამოთქვას, რომ სულ ერთად რატო ხარ თქვა ხანდახან მეგობრებიც რამე ხო არ ხდება, რამეს ხო არ გაძალებს, ან რაიმე შენზე ხო არ манипуლირებს. ვაი მისი ტყავის ბრალი ერთ ამბავს დაუწევს, რომ შენ ჩემი იდეალური ურთიერთობის გშურს. და მეოთხედან იწყება ცივი შხაპი ქვია. მეოთხე საფეხურს, ასე ვთქვათ, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ვერ იწყება ნელ-ნელა დაწუნებები. ნელ-ნელა რაღაცა ვერ მიხვდი თავიდან, მე ვითომ ჩამოვჯექი და დავარიგე, რომ აი ეს როგორ ვერ მიხვდი რაღაცა, იქ დავაჯერე, რომ მისი ბრალია. თან ეს საკვანძო ფრაზები არის, რომ რავი, ადრე ყველაფერი იდეალურად იყო და ეხლა რა გჭირს. რომ მისი ბრალია, ხვდები, მე კი არ ვარ ნარცისი, მისი ბრალია, იმიტომ რომ ადრე ყველაფერი იდეალურად იყო და ეხლა რა გჭირს. მე ისე ვიგივე ვარ, არაფერში არ შევცვლი ვარ. ანუ ესე იგი შენ შეიცვალე. ხვდი და იწყება ნელ-ნელა, მე შემდგომი უკვე არის მარწუხების გადაჭერა ეგრეთ წოდებული, რა ვიცი, რაც გინდა დაარქვი, ხრახნების გადაჭერა, რაც გულისხმობს
პირდაპირ დამცირებას ლანძღვას ნარცისული არის პერიოდი აი მესამე მეხუთე საფეხურები არის პერიოდი როდესაც ხანდახან ძალიან იდეალურია და ხანდახან პირიქით ძალიან განგრევს და აუტანელია სინამდვილეში ჩემი როგორც ნარცისის მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში რაგი პირველ პირში ვლაპარაკობთ არის ის რომ მას მთლიანად მე წავართვა და მე უკვე წავართვი მეორე და მესამე საფეხურზე მეორე საფეხურზე როდესაც იდეალური სამყარო ურთიერთობა შევქმენი ისეთი ტიპის ურთიერთობა შევქმენი სადაც ინსტინქტურად დავაბრუნე იდეაში ის ხომ მსხვერპლია დავიწყოთ წარსულში რო წავიდეთ ის ხომ მსხვერპლია თუ მსხვერპლია ნიშნავს იმას რომ გარკვეული ტიპის სიცარიელეები აქვს ხო და მეორე საფეხურზე მე იმ სიცარიელების შევსების ილუზია გავაკეთე დავაბრუნე ბავშვობაში 3 წლამდე დედასთან მიჯაჭვულობაში აი ამ შეგრძნებებით არაცნობიერად და მანდვე წავართვი ზუსტად მან წავართვი ინდივიდუალიზმი და თავისუფლება კი ბატონო ინდივიდუალიზმი თავი ყველაფერი შემდეგ საფეხურებზე მეშვიდე საფეხური არის როდესაც ეს ისტერიკა ლანძღვის და დამცირებების გრძელდება მერვეზე ვდგები და მივდივარ ნარცისი კი მე მივდივარ ცხადია შენ გადანაშაულებ მას ვადანაშაულებ და მე მივდივარ შემდეგ მერვეზე მივდივარ მეცხრეზე ბოლომდე არ მივდივარ და ვიწერები რაღაცებს მაინც და ანუ ვიკვებები მაინც შენი ტანჯვით მისი ტანჯვით და მეათე საფეხურზე ვამბობ რომ იცი რა მე შევიცვალე და მოდი თავიდან ვცადოთ და იწყება ყველაფერი თავიდან მიხდი ერთადერთი გამოსავალი და მე თუ გინდა პიროვნულ განვითარებაზე პიროვნულ მდგრადობაზე შემდგარობაზე გავაკეთოთ ესეთი დიდი ერთი გადაცემა ერთადერთი გამოსავალი არის შენ იპოვო საკუთარი თავი იპოვო საკუთარი შინაგანი ძალები გახდე შენი თავის საუკეთესო ვერსია იმისათვის რომ ან ასეთებმა საერთოდ ვერ შემოგბედონ ან თუ აღმოჩნდი მაინც აი ამ ტიპის ურთიერთობაში ახლა რთული პირდაპირ ვიტყვი რა დაგაღწევინებს თავს აქედან შენ როგორ ეხმარები ისეთ წყვილებს სადაც ერთ-ერთი ნარცისია შენი გამოცდილება რო გაიხსენო ფრთხილად ძალიან ფრთხილად ნარცის ესე უვლი გარს ჯერ ოღონდ ეს ნელ-ნელა ავიწროებ ამ რკალს რა და ბოლოში მიდიხარ ამისკენ ხშირია სხვადასხვა მეთოდები არსებობს რა არის ძალიან ფრთხილი ღირებულებაზე და ჯერ ყველა ღირებულებაზე არის თერაპევტი რომელიც არ ზრუნავს რომელსაც არ სიამოვნებს რომელიც არ ფიქრობს რომ სიკეთეს აკეთებს ამით ის თერაპევტი არ არის რა არ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში მას ეს საქმე უნდა სიამოვნებდეს და ძალიან დიდ კმაყოფილებას სეროტონინებს დოპამინებს უნდა გრძნობდეს ამ დროს და ის მეორე ანუ პარტნიორი ვერასდროს ვერ ხვდება რომ ნარცისთან აქვს საქმე შეიძლება ხვდება კიდეც მაგრამ ვერ გამოდის მესამე საფეხურის გამო სადაც იდეალური იყო ყველაფერი მეორე მესამე საფეხურის გამო სადაც იდეალური იყო ყველაფერი და იქნებ ისევ დაუბრუნდე იქ რომ იქნებ ისევ ეს ყველაფერი იდეალური იყოს ანუ ზოგჯერ ფრთხილად უახლოვდები ზოგჯერ მიდიხარ და პირდაპირ ურტყამ ოღონდ პირდაპირ დარტყმა პირველივე ის არ არის როცა სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ არის მაგ შემთხვევაში ხდება ეს ყველაფერი რა ამას თავისი ტკივილები აქვს აქეთ ნუ ნარცისის მეწყვილეს პიროვნულ განვითარებაში ზოგჯერ როდესაც ეს შედგება და განვითარდება ეს საერთოდ ვინ არის ამასთან რატო ვიყავი ეს შეკითხვაც აქვს ხვდები ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი სიტუაციები არსებობს. ესე იგი, მადლობა ასე მოკლედ კონკრეტულად რო აგვიხსენი და მე მგონი მაყურებლისთვის სავსებით გასაგები იქნება ნარცისის ამოცნობა ყოველ შემთხვევაში ამ საუბრის მერე მაინც ეს რაღაცა პატარა მიმოხილვითი რაღაც საუბარი მე მგონი თითოეულის გაშლა შეიძლება დიდხანს. ნუ რა თქმა უნდა ხო ეს ცალკე ეპიზოდის თემა ალბათ და მე მგონი საინტერესო იქნება ესეც გაგვიზიარეთ თქვენი კომენტარები და თქვენი მოსაზრებები თქვენს გამოცდილებასაც თუ გააზიარებთ ძალიან საინტერესო იქნება იმიტომ რომ ქართულ YouTube სივრცეში ამ თემაზე ხშირად არ საუბრობენ. ხო, ეხლა კონფლიქტებს რაც შეეხება. ხო, გადავიდეთ სხვა თემაზე. ხო, კონფლიქტში მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეხლა ეს ბევრს არ ესიამოვნოს,
კონფლიქტში არასოდეს ერთი მხარის ბრალი არ არის მხოლოდ. ეხლა სიტყვა დამნაშავე ცოტა ისეთი რთული ფრაზაა და არ მინდა რომ ვიხმარო, მაგრამ მარტო ერთის მიზეზით არასოდეს არ ხდება კონფლიქტი. შეიძლება ვიღაცას მეტი აქვს მიზეზი და ვიღაცას ნაკლები, მაგრამ ორივე შემთხვევა არის. საერთოდ წყვილის მიღება ძალიან ისეთი პრობლემურია რა. შარია თქო ვამბობ ხოლმე. მართლა. რატო არის შარი? როდესაც უკვე ინდივიდუალურ შეხვედრებზე გადავდივართ, იქ ერთ-ერთი პირველი შეკითხვა გავიგერო ის რავი დამნაშავეა. დაუშვათ. ხო, ასე დროს ახლა წინააღმდეგობების გაწევაც არ ხდება, ხა თერაპევტი კამათში არ უნდა შევიდეს მომხმარებელთან. უბრალოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში თუ შენ თვლი რომ რაღაცა არასწორია, კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გადაამოწმო და ეს არასწორია და მე ვიცი შენ როგორც უნდა მოიქცე. ხო, რა თქმა უნდა. და შეკითხვა არის ხოლმე ისეთი რომ შენ თუ შეგეძლო, ჯერ შენ რა მიზეზი იყო? რამე ისეთი ხო არ ქენი, რომლის ფონზეც გარკვეული ტიპის პროვოცირება მოხდა. ესე იგი ჩემი ბრალია? არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, რომ შენი ქმედებებით შეგეძლო თუ არა, რომ მსგავსი რამ აგერდებინა თავიდან, ან რაღაცა უკეთესად წარმართული იყო ეს ყველაფერი. და მე ეს ერთადერთი რამის გამო მჭირდება. მან თავისი მინუსი დაინახოს ამ კონფლიქტში. იმიტომ რომ ზუსტად იგივე კითხვას უსვამ მეორესაც. და ხდება ხოლმე ისე რომ გოგოს გონია რომ ბიჭისკენ ვარ და ბიჭს გონია რომ გოგოსკენ ვარ და არავისკენ არ ვარ. რა კითხვებსაც ამას უსვამ, ზუსტად იგივე კითხვებს უსვამ იმასაც. ხვდებით სხვადასხვა რაღაცების გამო, როდესაც ეს მიყვება, მე მესმის, რომ ადამიანები თერაპევტში მხარდამჭერს ეძებენ. და ზუსტად იმიტომ რომ მხარდამჭერი ვარ, ზუსტად მაგიტო მივდივარ ჯერ პირველ რიგში მისი მინუსების აღმოფრისკენ არსებობის ასეთის არსებობის შემთხვევაში. ადამიანი როგორი ეგოცენტრულია, უნდა რომ გაიგონოს, რომ შენ ყველაფერში მართალი ხარ. შენ არაფერი შეგშლია, ის არის მეორე. დავუშვათ ესე თქვი. всё, უკვე ჩიხია. მიხვდი, მაშინ მე წავედი, მე პრობლემა არ მქონია, მიხედე იმას და всё ჩიხია. არა და პრობლემა. მე რატო არ აქვს საერთოდ? ხო. ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები რა. ამიტომ კონფლიქტსაც გაანალიზება უნდა, საიდან მოდის ეს ყველაფერი, გარკვეული ტიპის წარსულის ისინი ხო არ არის, გამოძახილები ხო არ არის და მაგის მიხედვით ორივე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. კი, მე 1000 სისულელეს აკეთებენ პროტესტის ნიშნად. მაგალითად. რა ვიცი, დამცირებებზე, გალანძღვაზე, გაბრაზებისას ძალიან ბევრ ისეთ რამეს ამბობენ, რომელსაც შემდეგ ნანობენ, მაგალითად. ურთიერთ ბრალდებები, ურთიერთ დამცირებები ძალიან ხშირია. ძალიან ხშირია ის ემოციები, რომელიც დაგაკლდა და დაგაცარიელა აი ამ კონფლიქტში, მაგისი გარეთ მოძებნის სურვილი. ეს მამაკაც უფრო მეტი აქვს ვიდრე ქალს, რა თუნდა ეხა მაგას ლაპარაკი. მამაკაც უფრო ეძებს გარეთ. ხო. იმიტომ რომ აი ეს ემოციები, სექსუალური სურვილები და ასე შემდეგ მამაკაც უფრო ხშირად ეს რა თქმა უნდა ყველა მამაკაც და ყველა ქალს ეს არ ეხება, ეს თავიდანვე გამომიჯნოთ და ხაზი გავუსვათ. მაგრამ მამაკაც უნდა ზოგადად, ქალს უნდა კონკრეტული ობიექტისგან. შესაბამისად აქედან გამომდინარე მამაკაცი უფრო ეძებს ხოლმე ამას ვიდრე ქალი. და მაინდა-მაინც ღალატზე არ არის, მაინდა-მაინც საკითხი ხა. ღალატის წარმოუდგენელი ცნება ხა, როგორ შეიძლება ვინმე ღალატი გაამართლოს. გამორიცხულია ხალხო, ღალატს არ აქვს არანაირი გამართლება არასოდეს არსად არავისთან. თუმცა ძალიან ხშირად აი რაღაცა გარეთ ძებნის კომპონენტი რაც ეგ შიგნით რაც დამაყდა, ოჯახში რაც დამაყდა, იმისი კომპონენტები ხდება ხოლმე, რომელიც მე ღალატში გადადის. ეს არასწორია. ანუ რა თქმა უნდა, კი არ უნდა ეძებო, პარტნიორს უნდა ელაპარაკო მაგაზე, რომ ეს მაკლია და რავი, თუ ვერ შევძე, მაშინ დავიშალოთ. მოღალატე შეიძლება აღარ იყოს მოღალატე, როცა გაიაზრებს. კი, თუ ჩვენ აღმოვაჩენთ, რატო უღალატა მან. უბრალოდ ძალიან რთულია ღალატის პატიება. ესეც რა თქმა უნდა ადამიანების გადასაწყვეტია, ისინი ამას ავატებენ თუ არა, მე ვერ ვეტყვი ვერც კის და ვერც არას, მაგრამ ძალიან რთულია ღალატის პატიება. შეიძლება რომ მოღალატე აღარ იყოს მოღალატე, კი, გააჩნია რატო შვება ამას, რა მიზეზები აქვს. ხო, გეუბნებით, ყველა აი ამ ტიპის ნეგატიურ ქცევას
ან უმრავლესობას, ახლა მოდი ყველა არ ვთქვათ, იმიტომ რომ ფსიქოლოგიაში რადიკალური მოსაზრებები და გადაწყვეტილებები არ მოგწონს, არ გვინდა და არ ამართლებს. მაგრამ უმრავლეს რადიკალურ ნეგატიურ ქცევას აქვს ხოლმე გარკვეული ტიპის საფუძველი წარსულში. შესაბამისად შეიძლება. ეხლა ესეც არ არის რომ რაღაცა საკოსთან ტიპი იყო, რომელსაც ასე თქვა და მოდი კაი ვუღალატებ და მე გამოსწორდები, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. შენ როგორ ფიქრობ ყველაფერზე რომ ესე არ გაიგონ? ხო, ეს არ გეგონოთ? ხო, იცი რა არის? ეს ჩემი იარაღია. მე მინდა რომ სწორად გაიგონა და ან თავიანთი ინტერპრეტაციით კი არ გაიგონ, ზუსტად ისე გაიგონ, რასაც ვამბობ. თორემ ახლა ინტერპრეტაციებს ალბათ მაინც მიცემ. ვერ გავექცევი. ანუ ამას რომ დაჭრი მე რაღაცებს ინტერპრეტაციებს მაინც მიცემ. არა უშავს. თუ ვინმეს რაიმე უფრო ესეთი ვრცლად მომდება, შემდეგ მოგვაკითხავს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი უკეთ გაიგოს და არანაირი პრობლემა მასთან დაკავშირებით არ არის. ხო, მოკლედ და თან ურთიერთობაში ურთიერთდამოკიდებულების საფეხურზე უნდა ხშირად არის რომ საერთოდ არც ერთი არ არის დამნაშავე, მაგალითად უბრალოდ ერთმა ახლახანს აი მაღლა თვით შეფასება, ასე ვთქვათ და რაღაცა კარიერულ წინსვლაზე ფიქრი დაიწყო და ნუ ურთიერთობებში რაღაცა თავისუფლება და ექსპერიმენტები უნდა ჯერ, ხოლო მეორე უკვე რაღაცა ჩამოყალიბდა, სადღაც ვიღაცას სადღაც პირადი ურთიერთობები სადღაც არ გამოვიდა და გარკვეული ტიპის სიცარელის განცდა და სტაბილურ ურთიერთობებს ეძებს და ეს ორი როცა შეხვდება ერთმანეთს, ამათ შორის შეიძლება არაფერიც არ გამოვიდეს. იმიტომ რომ სხვადასხვაგან არიან. მაშინ ეს მეორე პირველს უნდა დაელოდოს ის როდის ჩამოყალიბდება, რაღაცა კარიერულად რაღაცას როდის მიაღწევს და ექსპერიმენტებს თავს როდის დაანებებს. როგორც წესი ამას ვერ ახერხებენ, ხოლმე მე ჩხუბობენ რაღაცა ტოქსიკები ხდება და ასე შემდეგ. და შენ გქონია ესეთი შემთხვევები, როდესაც გიგრძნია, რომ ეს წვილი აუცილებლად დაშორდება ერთმანეთს? იცი რა, ჯერ არა. მართლა? ჯერ მე წვილი არ დამშორებია. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩემთან მოსულა და წყნარად დაგვაშორე უთქვამს. მართლა ესე უთქვა? მოიცა თვითონ რატო ვერ ახერხებენ ამას? შვიდ დაშორებას. ანუ ისე დაგვაშორე რომ ნაკლებად ვინერვიულოთ. რა საინტერესოა. აი რას ნიშნავს? ეგეთ შემთხვევაში და ნუ ამ შემთხვევაში წყნარად დაშორების მექანიზმიც ყოფილა რა. ანუ ვიღაცას აღარ უნდა რა, ერთ-ერთმა უეჭველი იცის რომ აღარ უნდა, მაგრამ ნერვიულობს, პასუხისმგებლობა აქვს რაღაცა, ნუ მეორესაც იმის ფონზე მთლად აღარ უნდა იმ რაკი პირველს არ უნდა, მოკლედ ბევრი სხვადასხვა ვარიანტები არსებობს. ვინც მოსულა ჯერ არ დაშორება. რაღაცები ცხადი ახლა მიმდინარე პროცესია, მუდმივად მიმდინარე პროცესია. სამწუხაროდ რატო ვამბობ იცით? მე მირჩევნია, რომ აი კონფლიქტებს, რაღაცა ბავშვობის ტრავმებს, ძიმე რაღაცებს ამის მაგივრად უბრალოდ პიროვნულ განვითარებაზე, ცხოვრება პიროვნულ განვითარებაზე წავიკითხავდი ტრენინგებს, ლექციებს და ასე შემდეგ. ხდები? სამწუხაროდ, იმიტომ ვამბობ, განა ხალხი რომ მოდის რომ შველი არ მიხარ პირიქით თავარი ჩემი ამოცანაც ეგ არის, მაგრამ სამწუხაროდ ამ მიმართულებით რაღაც წარსული ძიმე ტრამები და გამომდინარე რაღაცა წვილების და ასე შემდეგ მიმართულებით ნაკადები არ წყდება. შესაბამისად მიმდინარე რაღაცები არის. და არ ვიცი, შეიძლება რომელიმე მათგანი პირველი მარცხი იყოს, ასე ვთქვათ. სადაც ნუ ვერ შეკრავ ამ წვილს. მე არ ვკრავ. ჩვენ სამივენი ერთობლივად ამ ურთიერთობას და მაინც რა არის წერტილი, როდესაც ჯობია, რომ ეს წვილი დაშორდეს და აი იქ აღარ გააგრძელონ. ნახე, კიდე რა მქონია, როდესაც პიქშია ტოქსიკური ურთიერთობა, სუჩხუბია, ყველაფერი აღიზიანებს, ეს ჭიქა ასე კი არა, ასე უნდა დაგედო. უკვე всё დაამთავრებული ამბავი, ხალხო, მოდი ცოტა ხანი ცალ-ცალკე იცხოვრეთ. იარეთ. რაღაცა წარსულის პრობლემებისგან თავი დააღწიეთ და მერე გადაწყვიტეთ ერთად გინდა თუ არა. როდესაც უკვე აღარაფერი აღარ არის პოზიტიური შენს გონებაში. ამასთან მიმართებაში, ურთიერთობებთან მიმართებაში, მასთან მიმართებაში. აღარ გახსოვს ბოლოს ერთად როდის გაისეირნეთ, ბოლოს რაღაცას გაგებით, როდის მოეკიდე ანის, როდის მოეკიდა, როდის უთხარი მესმის, როცა მართლა გესმოდა. იმიტომ რომ მესმის მაგრამს რომ ამბობს, ესე იგი არ გესმის. ხდები უბრალოდ ამ მესმის იმიტომ რომ დააწნა რომ იმიტომ რომ მაგრამის მერე საპირისპირო რაღაცას იწყო. ანუ სიტყვებს ძალიან ურთიერთობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციასაც რა ამავე დროს. მაინტერესებს რამდენად ხშირად გაკითხავენ აი პირდაპირ ამ პრობლემით, სექსის პრობლემა, როცა აქვს წყვილს. რაც ხშირად არის გამომწვევი მიზეზი დაშორების.
არის ქონია თუ არა ესეთი შემთხვევები და რეალურად რა ყოფილა მიზეზი? ვერ გავამხელ, მაგრამ მოსულან სექსუალური პრობლემებითაც და ძალიან ხშირია შემთხვევები, ანუ თანდები ეს ჩვეულებრივად სექსუალური პრობლემები, მიზეზი ხშირად, რავი, კონსერვატიული შეხედულებები, წარსულის ასე ვიღაცა ნაძალადები ან რაღაცა ესეთი სექსუალური პრობლემები ქონია, ბავშვობა მოზარდობის პერიოდში რაღაცა აღნიშვნები ყოფილა, რომლის ფონზედაც სწორად არ გამოსდით სექსუალური ურთიერთობა. ხშირია კი ასეთი შემთხვევებიც, ოღონდ როგორც წესი ეს თანდები არის ხოლმე რა. ყველაფერი კარგად გვაქვს, მარტო ეს გვაქვს პრობლემა და ისე მაგ დროს ფსიქოლოგთან კი არა, სექსოლოგთან მიდიან. თუმცა გზადაგზა ეს პრობლემებიც არის და მაგის თუ ეს წარსულთან დაკავშირებული პრობლემები არ არის, ამ შემთხვევაში ეს უკვე ჩემი საქმე აღარ არის და მე უკვე შესაბამის სპეციალისტთან მიდიან. მაგრამ ხშირია, იმიტომ რომ ანუ სიყვარულის და ზოგადად შეწყობა სექსუალურ ურთიერთობებშიც ერთ-ერთი მყარი ფუნდამენტია იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები გადარჩეს. ხო და მე თუ მკითხავ, ეს არის ის პრობლემა, რაზეც მხოლოდ სექსოლოგთან კი არ უნდა მიხვიდე და ის მხოლოდ კი არ უნდა დაგეხმაროს, ფსიქოლოგიც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ამ საკითხში. მე საერთოდაც ვიტყვი, რომ ჯერ ფსიქოლოგი. ჯერ ფსიქოლოგი. იმიტომ რომ თუ ეს არის რაღაცა გარკვეული წარსულის ტკივილებიდან, პრობლემებიდან გამომდინარე გამოწვევა. და რა არის ხოლმე განმასხვავებელი ქალსა და კაცს შორის? აი რა პრობლემა აქვს ქალს და რა პრობლემა აქვს კაცს? რაში? აი სექსის თემაში. როცა არის შეუთანხმებლობა ამა თუ იმ მიზეზით. იცი რა, თლად ბოლომდე ეგრე არ არის, მაგრამ ძირითადი პრობლემა არის ხოლმე მაგალითად, რავი, მორჩა და ჩემზე აღარ ზრუნავს. მაგალითად. ის არასოდეს არ მთავაზობს. ქალი არასოდეს არ არის ინიციატორი? ან როცა მინდოდა უარი მითხრა, მან ბევრი ესეთი. რატო არ არის ქალი ინიციატორი? აი რა მიზეზია მაგის? არ ვიცი, შეიძლება მიაჩნიათ, რომ ეს კაცის საქმეა? ხო, ალბათ. როდესაც ვახსენე კონსერვატიული შეხედულებები სექსუალური შეუთავსებლობისას. პლუს ამას ძალიან ხშირია ასევე როგორც უკვე ვთქვით, თუ მithumetes მანამდე რაღაცა სხვა პარტნიორი ყოლია და ასე შემდეგ, და კაც რაღაცა ისეთი პრობლემა აქვს, პიროვნული განვითარების, ეგოიზმის დაბალი თვითშეფასება რაღაცები, ყოფილა აბა იმასთან უკეთესი თუ ჩემ, ანუ ეს წარმოუდგენელი რამეა, რა იმასთან უკეთესი, ჩემთან უკეთესი. ვიხდი ესეც ყოფილა. თუმცა ეს ისეთი სენსიტიური თემაა, რომ მოდი ამას მაინც ოთახში დავტოვებ რა. და გარეთ ამას არ გამოვიდა. ისე საინტერესოა, აი რაც შეგვიძლია რომ აი აქ ვისაუბროთ, ჩვენ არაერთხელ გქონია ჩემს პოდკასტში ამ თემაზე საუბარი, რატო არის რომ ქალს არ შეუძლია ემოციების გამოხატვა, რატო არის რომ ქალი თავს გრძნობს შეზღუდულად, არა და ქალიც ისეთივე ადამიანია როგორც კაცი და ეს არის ქალი უფრო ემოციურია ვიდრე კაცი. ხო, მაგრამ აი ქალმა რაღაცნაირად არ უნდა გამოხატოს, რომ მას უნდა სიყვარული, მას უნდა აი ეს ყურადღება. აი თუნდაც კაცი მაგაზე არის ხოლმე შენიშვნა, რომ აი არასდროს არ არის ქალი ინიციატორი. თითქოს ამ ქალებს, არ ვიცი, კულტურამ თუ რამ დააჯერა, რომ შენ თუ ინიციატორი იქნები, ესე იგი შენ ხარ ცუდი გოგო თუ რაღაც მსგავსი. საიდან მოდის ეს ყველაფერი და აი მე ხო იჩენს აშკარად რაღაც პრობლემებში თავს, ხო? აი ეს რაღაც დაჯერებები და ეს კულტურული რაღაც წნეხი. ხო, ნუ ალბათ უფრო იდეოლოგიაში ქვეყნის განვითარების, რავი, შემიძლია გეოგრაფიული დეტერმინიზმითაც წავიდე მაგასთან დაკავშირებით, აღზრდის კულტურის ნაწილი შეიძლება იყოს, რაც შეეხება ემოციებს, პირიქით. მეტი ემოციაც უნდა გამოხატოს, მოფერებაც, სიყვარულიც, ყურადღებაც, რა თქმა უნდა მეტი ჩდება, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სიყვარული საკვებია, ეს საკვე და ქალისთვის სექსუალური მოთხოვნილება სიყვარულის გაგრძელება და გვირგვინია რა. თუ კაცისთვის შეიძლება ეს უბრალოდ ჩვეულებრივი, რა თქმა უნდა კაცისთვისაც სიყვარულის გაგრძელება არის, როცა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობ, მაგრამ თუ კაცისთვის ეს შეიძლება ჩვეულებრივი ჰორმონალური ზოგადად in general ჩვეულებრივი ჰორმონალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაც იყოს,
ქალისთვის ეს ნაკლებად არის ხოლმე როგორც წესი. ეს როგორც წესი ემოციების გაგრძელება, დასასრული გვირგვინი და ასე შემდეგ არის ხოლმე რა. ამიტომ პირიქით მეტი ემოციაც უნდა გამოხატოს, მეტი ინიციატივაც უნდა გამოხატოს. ინიციატივა მარტო რაღაცა სექსუალური ინიციატივა კი არა, სადმე წასვლისიც, მოფერებისიც, სიყვარულისიც, ურთიერთობისიც, ორივემ უნდა გამოხატოს. აქ თუ ჩვენ ვთაუბრობთ თანასწორი ტიპის ურთიერთობაზე, ძალიან ხშირია შემთხვევები, რომ რაღაცაში ერთი არის წარმართველი, რაღაცაში მეორე არის წარმართველი, სადაც მათი ძლიერი მხარეებია და პირიქით მე ამ სიამოვნებით უნდა დაათმო ეს რაღაცეები რა. და შემდგომ როდესაც რაღაცა საჭიროებო სტრატეგიული საკითხი არის ურთიერთობაში ან ოჯახურია გადასაწყვეტი, რა თქმა უნდა ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, ხო? იქ სადაც რომელიმე უკანა პლანზე არის გადაწეული და ის ამაზე თანახმა, უკვე პრობლემაა მან და შესაბამისად ის ვინც ამაზე თანახმა უკანა პლანზე გადაწეული ადამიანი, მე ის რა ვიცი ინიციატივებსაც არ გამოხატავს, იმასაც არ გამოხატავს მოფერების, ურთიერთობის სადმე წასვლის და ასე შემდეგ და ეს დაარდები, ფიქრები, დეპრესიები შეიძლება დააგროვდეს, ბევრი იყოს. შეიძლება საერთოდ არ იჩხო. საერთოდ ვერ შეატყო ტოქსიკური ურთიერთობა, უბრალოდ ის ივსებოდეს, ის ნადგურდებოდეს, ის ინდივიდუალიზმს კარგავდეს. წეგან რომ ნარცისზე ვლაპარაკობდით, საერთოდ არ არის აუცილებელი ადგე და ნარცისიდან წამოხვიდე. შეიძლება მთელი ცხოვრება მასთან გაატარო და ეს ტანჯები. ოღონდ მე რა ხდება? მე შვილები რო გიჩდება, აი ამ ყველაფერს მათზე აღწევ და გადაგაკ. დები და მე უკვე ის შვილები დადიან უკვე მშობლებისგან მიღებული ტრაუმის გამო ფსიქოლოგიურად. რამდენად ხშირად გქონია ესეთი შემთხვევები, როდესაც ფინანსური პრობლემებით მოსულა წყვილი. ხშირად ხო ესეც არის წვილის გაშორების მიზეზი, რომ ფინანსურად ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა, მაგალითად ცოლს. ან ქმარს, რომელსაც არ აქვს საკმარისად იმის საშუალება, რომ ოჯახი უზრუნველყოს. ესეც ხო არის შეკითხვა. ჯერ ერთი საერთოდ რატო ქმნით ოჯახს? თუ რაღაცა პერსპექტივა ფინანსური არ არის. წავიდა ის დრო მორჩა. როგორ იყო? ცულის ტარზე რომ უნდა ეცხოვრა მოსიყვარულე ცოლ-ქმარს. მით უმეტეს დღევანდელ სიტუაციაში. ჯერ საერთოდ ხალხო 21 საუკუნე არის ძაფრი კონკურენციის საუკუნე. თუ ვინმე მოვა და ესე იგი გეტყვის რომ ანუ თუ იმას ფიქრობთ რომ ვინმე მოვა და გეტყვის რომ უი შენ რა კარგი გოგო ხარ ან კარგი ბიჭი ხარ ან მე შენში რაღაცა ნიჭს ხედავ და წამო აბა სადმე განვავითაროთ ეს ნიჭი და დაგასაქმებ, ტყუილი ამბავია ეს. შენ ისედაც საკუთარ თავზე, ეხლა რატო ვამბობ ამას მივხვდი. შენ ისედაც ბევრი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე და რა შეიძლება მეტმა უნდა იცოდეს რა არის შენი ძლიერი მხარეები და რა შეგიძლია. იმისათვის რომ ამ კონკურენციის ნაწილში საკუთარი თავი დაიმკვიდრო. ჯერ ადგილი უნდა იპოვო და მე იქ ბრძოლაში საკუთარი თავი დაიმკვიდრო. ეს სინამდვილეში ფინანსური პრობლემები კი არ არის ხოლმე, რა თქმა უნდა ფინანსური პრობლემებია, მაგრამ ფინანსური პრობლემები კი არ არის ხოლმე, შეუმდგარობის ამბავია, ასე ვთქვათ რა. როდესაც ხო, სხვათა შორის მე მქონია შემთხვევები, როდესაც კაცები მარტო იმიტომ ჭყობდნენ, რომ ქალებს უფრო მეტი ხელფასი აქვთ. და ეს მათ ეგოს ურტყამს. იმის მაგივრად რომ ის კი არ უნდა წამოიყვანო მაგ დროს სამსახურიდან, არამედ ჩვენ უნდა მიხედო საკუთარ თავს, რომ მასზე მეტი ხელფასი კი არ უნდა კონდეს. არამედ გუშინ რა ხელფასიც ქონდა, იმაზე მეტი ხელფასი კონდეს. აი აქ მივდივართ ისე პიროვნულ განვითარებაში რა. და მე ხვალ რო გექნება იმაზე მეტი ხელფასი ვიდრე დღეს გაქვს, მე ზეგ შეეჯიბრო შენს ხვალინდელ ხელფასს და ასე შემდეგ. არა მარტო ხელფასს, ზოგადად უნარებს, თავს, ნიჭს, გამოხატულებას, პრობლემების გადაჭრას. ეს შეუმდგარობის პრობლემებია ხოლმე. ანუ ფული არა გვაქვს სახლში კი არ არის. ხო, ნახე თუ ცოლი მატერიალისტი ცოლიც, რა ვიცი. მე, რა ვიცი, 9 მილიონი უნდა ედოს იმისათვის რომ გავყვეწოლოთ ან რა ყველა ყოფილა ესეთ შემთხვევების ცხადია და ესეც გარკვეული ტიპის გადახრაა. დევიაცია ეს რა თქმა უნდა მაგას ლაპარაკი. და ესეც არასწორია. და მაგ დროსაც შეიძლება წარსულში რაღაცას ვეძებდეთ. მაგრამ ნორმალური უკმაყოფილება რაც არის, რომ აი შეუმდგარობის განცდა, რომ რავი ვერ დადის, ვერ მუშაობს, ვერ შემოაქ, სახში ფული შემოიტანი კი არ არის, შემდგარს მიყვები. ოღონდ სიყვარულს, პირად ურთიერთობას, მხარდამჭერ ქალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ჰენრი ფორდი იხსენებს თავის ჰენრის წერა ეზარებოდა, მაგრამ ის ყვებოდა და სხვები წერდნენ. ჰენრი იხსენებს, რომ როდესაც ჰენრი ფორდი ჩვეულებრივი ფერმერის ოჯახში დაიბადა,
მამამისიც უილიამ ფორდის ფერმერი იყო და რა თქმა უნდა ჰენზედაც ფიქრობდა რომ ფერმერი ყოფილა, იმიტომ რომ ბაბუამისიც ფერმერი იყო. და მეტიც მეზობლის მეზობელი ფერმერის გოგო შეერთეს ცოლად, რომ რაღაცა ერთობლივი ფერმა მოეწყოთ. 15 წლის ის უკვე სახლიდან გამორბის. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ 13-ის იყო თუ 15-ის აღარ მახსოვს ზუსტად ბოდის ვიხდი შეიძლება ასაკი შემეშალოს, მაგრამ მოკლედ მეზობელმა გაფუჭებული კედლის საათი აჩუქა რა. და ორ თვეში ჰენრის იცნობდნენ როგორც საათების უბადლო შემკეთებელს. მან უკვე უნდა მიხვდეს, რომ ინჟინერის ნიჭია. ჩხირკედელა ბავშვი იყო ასე. უთები და როდესაც მე ის ქალაქში მოდის, ეხა ესე არ არის ჰენრი ფორდი მდიდარი ადამიანი იყო, რა მდიდარი ადამიანი ძალიან ბევრი ტკივილი და მარცხი აქვს. მანამ სადან Ford Motors კომპანიის დაარსებს. და ღამეები და ასე შემდეგ და როდესაც მე ვწყდებოდი და როდესაც მე პრობლემები მექნებოდა ამ დროს პირიქით ჩემი მეუღლე მეუბნებოდა რომ მე შენი მჯერა და ჭრაკს მინათებდა იმისათვის რომ ღამეც მემუშავა. ვთქვი ცოლს ეს ძალა ყოველთვის აქვს, რა თუნდა მაგას ლაპარაკი. თუ რა თქმა უნდა ძლიერი ქალის არ გიშინია. დაბალი თუ შეფასება არ გაქვს და ძლიერი ქალის არ გიშინია. კარლ ბენცის ცოლმა საოცარი რამე გააკეთა. როდესაც მის ქმარს სპონსორებმა უარი უთხრეს და აუკრძალეს საერთოდაც და თქვეს რომ უვარგისია შენიკნილება, ეს ქალბატონი თავის შვილებთან ერთად დაჯდა აი ამ მანქანაც არ ერქვა მაშინ რაღაც ველოსიპედ მოტოციკლეტის მსგავსი იყო, აი ამ რაღაცა ქნილებაზე და სოფელში წავიდა თავის მშობლებთან რომ ადამიანებს დაენახათ რომ აი კარლ ბენცის ცოლი თავის შვილებთან ერთად თურმე კარგი რაღაცა ქნილება ყოფილა, მანქანა ყოფილა, მუნდა ვარქვათ მანქანა მაშინ მანქანა ერქვა. ვთქვი და ამის ფონზე 3 დღეში მათ სახლში 3 სპონსორი, 2 სპონსორი მიადგათ. 2 ან 3 აღარ მახსოვს. ქალს დიდი როლი აქვს. ვთქვი, რა თქმა უნდა, ქალს დიდი როლი აქვს. და შესაბამისად იმისათვის რომ გენერლის ცოლი იყო, ლეიტენანტს უნდა გაყვეცოლა და დაეხმარო მას გახდეს გენერალი. ოღონდ რა თქმა უნდა თუ გენერლის პოტენციალი აქვს. ხო, ამის ამოცნობაა მთელი სიბრძნე. ეხლა მე მინდა კითხვა შენახსენე, რომ ეს ინდივიდუალური თერაპიები და პიროვნული განვითარება. მე ვიცი, რომ შენ პიროვნული განვითარების ტრენინგებსაც გეგმავ და როგორ ფიქრობ, ეს გადაწყვეტილება რა მიგაღებინა? ამ მიმართულებით მოთხოვნილება გაიზარდა თუ როდესაც ადამიანი თვითონ დაინტერესდება საკუთარი პიროვნული განვითარებით, წყვილების ფსიქოთერაპევტებს საქმე შეგიმსუბუქდებათ და ნაკლები სადარდებელი. იცი რა, ალბათ საქმე არასოდეს არ დაგველება. თუ რა თქმა უნდა ამას სწორად გააკეთებ, თუ რა თქმა უნდა მუდმივად გაიზრდები, ისევე როგორც ყველგან და ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიაში მუდმივად ახალ-ახალი რაღაცები. ძველი წიგნები ძალიან შეიძლება გადასაყრელი გამოდგეს ერთხელაც რა. იმიტომ რომ ეს ბავშვები, მოზარდები, რომლებიც ეხა იზრდებიან ანგრებენ ყველა იმ შექმნილ აზრს, რომლითაც დავუშვათ ადრე ხელმძღვანელობ. შესაბამისად, თუ მუდმივად განვითარების სტადიაში არ ხარ და გუშინდელი მასალით კითხულობ ტრენინგს ან მიგყავს ფსიქოთერაპია, უკვე არასწორი. პიროვნული განვითარების მიმართულებითაც, ურთიერთობის მიმართულებითაც, ანუ ძალიან ბევრი მიმართულებით მე ვორქშოპებს გეგმავ. და აი მაგალითად ეხა 14-ში ვალენტინობა, 13-14-15 იქნება ეს ურთიერთობების ვორქშოპი, რაც ვილაპარაკე იმის ურთიერთობების ნაწილში ტოქსიკურიც, ჯანსაღი ურთიერთობებით, როგორ შეიძლება ფსიქოლოგიური დანახარჯები, ჯილდოები რა არის, ღალატის თემა, მაგალითად, ღალატი რა არის? არჩევანი თუ კოდი. მაგალითად. ან ძალიან ბევრი ისეთი იქნება და ნუ ჯანსაღი ურთიერთობისკენ როგორ წავიყვანოთ ეს ყველაფერი, ეს ვორქშოპიც იქნება. რაც შეეხება პიროვნულ განვითარებას, კი, მე ეს ყველაზე მეტად მიყვარს. და მიყვარს იმიტომ რომ ეს არის ყველა პრობლემის და ასევე ყველა გამოსავლის, ყველა პრობლემის სათავე და ყველა გამოსავლის, ყველა ბოქლომის გასაღები ამავე დროს. შესაბამისად, დიახ, არასოდეს არ დავანებებ ამას და. რა საინტერესო, ამას აუცილებლად დავურთავ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში, თარიღებსაც მიუთითებ, მე კარგად გამოგკითხავ საკონტაქტო ნომერს და ასე შემდეგ. ჩვენი საუბრის ბოლოსკენ რო წავიდეთ, რას ეტყოდით წყვილებს, რაღაც ისეთ პოზიტიურად რო დავასრულოთ. კი,
ურთიერთობები სრულდება, ოჯახები ინგრევა, მრავალშვილიანი ოჯახები, მაგრამ აი ხო არის რაღაცა იმედი, აი როდესაც ვამბობთ, რომ იმედი ბოლოს კვდება. აი ეს იმედი რა არის რეალურად? ფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის გადასახედიდან. თუ მან სიყვარულია, ესე იგი შანსი არსებობს. თუ ჯერ კიდევ არის გარკვეული ტიპის სურვილი ერთად ყოფნისა, ესე იგი შანსი არის. უბრალოდ ამას ჭირდება ლაპარაკი, გაანალიზება, სახელების დარქმევა, იმისათვის, რომ ყველა პრობლემის მოგვარება და დალაგება არის შესაძლებელი. შემდგომ დაუშვათ ეს არ გამოვიდა. ისედაც წყვილში ორივე თვითკმარი უნდა იყოს, ანუ თავისი ძლიერი მხარეების, პროფესიული თვალსაზრისით, გამომუშავების თვალსაზრისით, ყველა ერთმანეთზე მიბმულები არ უნდა იყონ ამ ნაწილში რა. ურთიერთ დამოკიდებული, არა ვინმეზე ჩამოკიდებული, ასე ვთქვათ, არამედ ჯერ არის, როგორ არის ეს საფეხურები არის დამოკიდებული, დამოუკიდებელი და შემდეგ ურთიერთ დამოკიდებულების საფეხური, რომელიც ბოლოა. აი წყვილი უნდა იყოს ურთიერთ დამოკიდებულების საფეხურში, იმისათვის რომ ეს გადარჩეთ ამის მიღწევა შესაძლებელი, ამას ვეთქვი. მაგრამ თუ ეს ყველაფერი მაინც დაუშვათ დაინგრას ნუ ვიტყვით, დაასრულდა, ამ შემთხვევაშიც არ ღირს ხელების ჩამოყრა, გავუშვოთ ხელი წარსულს, გავანალიზოთ რაღაცეები, გავუშვოთ ხელი წარსულს და თქვათ რომ არ არსებობს შეცდომები, არამედ არსებობს უკავშირი. რა თქმა უნდა, შეცდომები არსებობს. ეხლა ესეც რომ არასწორად არ გაიგო. ხო. რა თქმა უნდა, შეცდომები არსებობს, ოღონდ ამ არ არსებობს შეცდომები, არამედ არსებობს უკავშირი, ნიშნავს იმას, რომ შენ ამ შეცდომებზე სწავლობ, აანალიზებ იმისათვის, რომ ამისი სწავლა გჭირდება იმისათვის სულ სამი ვარიანტი გაქვს შეცდომას, როდესაც უშვებ. ერთი თავი იმართლო, რომ ჩვენ ბრალი არ არის და ჩვენ საკმაოდ ნიჭიერები ვართ თავის მართლებაში, საქართველოში. მეორე, და ნუ ვიღაცებს აბრალო. მეორე, ეს შეცდომები მუდმივად დაუშვა და ერთ-იგივე ორმოში მუდმივად ჩავარდე და მესამე, გაანალიზო, მიხვდე, გაკვეთილად აიღო, უკავშირად აიღო, რომლის შედეგადაც ეს არის იმის გარანტია, რომ ამ ტიპის შეცდომას აღარ დაუშვებ. და რა ვიცი, ცხოვრება გრძელდება, არც შენი პარტნიორისთვის და არც შენთვის არ დაწყებულა ერთმანეთით ცხოვრება, გაგრძელდება, იმუშავებთ, რავი, კარგად იქნებით, ან სხვა პარტნიორებს შეხვდებით. ხო, მე მგონი ძალიან პოზიტიური დასასრული. ხანდახან ადამიანს ვერ წარმოუდგენია, აი იმ კონკრეტული პარტნიორის გარეშე სიცოცხლე. აი ვერ წარმოუდგენია, ჯერა რომ ეს არის მისი ბედი და ყველანაირად ცდილობს რომ რაღაცა გამოვიდეს. მაგას სხვადასხვა მიზეზები აქვს, როდესაც იდეაში შენ თითქოს იპოვე წარსულის სიცარიელის შევსების რაღაც მეთოდი, რომელიც ილუზიაა საბოლოო ჯამში. ნარცისზე ვთქვით, რომ მეორე მესამე საფეხურზე ხდება. სხვაგანაც სხვა სიტუაციაში ხდება. შეიძლება საერთოდ არ იყოს ნარცისი. და მე ამას ვეღარ ელევი და ებღაუჭები და სინამდვილეში ეს ზუსტად რო ილუზიაა. ძალიან ხშირი მე დამავიწყდა და მეთქვა, მაგრამ ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც რაღაცა მამის დანაკლის, დედის დანაკლის ურთიერთობებში ეძებენ. გამორიცხულია ხალხო. გამორიცხულია, რომ მეუღლე, ქმარი, ცოლი, მეგობარი გოგონა, მეგობარი ბიჭი იყოს შენი დედა ან მამა. ვერ ჩაანაცვლებ ამას. ან შეგივსოს ის, რაც მათ დაგაკლეს. გამორიცხულია ეგეც. იქ უბრალოდ ის სიცარიელეში არსებული წარმოქმნილი ტკივილები შუშდება, რომლის ფონზეც შემდეგომ უკვე შენ აქ ნორმალურ პირად ურთიერთობაში შედიხარ. დიდი მადლობა ზაზა. ზაზა ქოიავა იყო დღეს ჩემი სტუმარი. გთხოვთ თუ მოგეწონათ ჩვენი საუბარი, გამოხატეთ ეს ვიდეოს მოწონებით და კომენტარების ველში თქვენი შთაბეჭდილების გაზიარებით. რა მონაკვეთი შეგეხოთ ყველაზე მეტად, რაზე ისურვებდით უფრო სიღრმისეულ საუბარს, რა კითხვები დაგებადათ და გაგიჩნდათ, ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და ასევე გაუზიარეთ ეს ეპიზოდი თქვენს მეგობარს, ვისაც ფიქრობთ, რომ ძალიან ჭირდება ახლა ამის მოსმენა. მე ერთი კვირით გემშვიდობებით, დროებით.